ასე რომ თუ ყველაფერი გამოვიდა, დამსახურებას მე მივითვისებ, თუ არ გამოვიდა, ჯეიდს დავაბრალებ. ფრთხილად იყავი, ჯეიდი. ირანის სისტემაში მყოფი მკაცრი ხაზის მომხრეები ზედმეტად გაადიდებენ იმ სარგებელს, რასაც ირანი მიიღებს და დააკნინებენ ყველაფერს, რაზეც მათ უარისტმა და დათმობა მოუწევთ ამ სარგებლის მისაღებად. კოალიცია, რომელმაც დონალდ ტრამპი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად და ჯეიდი ვანსი, ვიცე-პრეზიდენტად აქცია, ხალხმა ეს უნდა დაიმახსოვროს. ეს იყო მეგინ კელი, ტაკერ კარლსონი და ჯო როგანი. ასევე იყვნენ ბევრი ისეთი ადამიანი, როგორიცაა ჯონ პოტოვიცი, რომლებიც უფრო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას უჭერენ ხარს. თუ აცნობიერებენ ამერიკელები, რამდენად ცუდად გამოიყურებიან ასაშეშუსსა და ირანს შორის ამ შეთანხმების გამო. როგორ გახდნენ ისინი ახლო აღმოსავლეთის დასაცინი, რადგან ეს იმდენად დაუჯერებლად ნათელია, რომ ეს შეთანხმება უბრალოდ ნიშნავს, რომ ამერიკამ დათმო. და როცა ვამბობ ამერიკას, კონკრეტულად JD Vance გულისხმობ, რომელიც სულ უფრო და უფრო ცუდი საპრეზიდენტო კანდიდატი ჩანს, მათ ირანის აღსადგენად 300 მილიარდი დოლარი დაფირდნენ. და ზუსტად გეცოდინებათ, სად წავა ეს ფული. ის ბირთვული იარაღის აღდგენას მოხმარდება. მოდით დეტალურად განვიხილოთ, რამდენად ცუდია ეს შეთანხმება. მაგრამ მგონი უნდა დავიწყოთ ბენ შაპიროთი, რომელიც არ შეუშინებია სიმართლის თქმას. რაც არ უნდა იყოს, ეს მემორანდუმი მხოლოდ ტექსტიდან გამომდინარე კატასტროფას გავს, რომელიც ვერ აღწევს იმ მთავარ მიზნებს, რაც ადმინისტრაციამ დასაწყისში დააყენა. ფაქტობრივად ადმინისტრაციამ დასაწყისში 5 მთავარი მიზანი დააყენა. პირველი იყო ბირთვული პროგრამის დასრულება, არა მხოლოდ ბირთვული იარაღის, ბირთვული გამდიდრების სრუეთხაზსრული შეწყვეტა, ნულოვანი გამდიდრება. ეს შეთანხმებაში არ არის ბალისტიკური რაკეტების დასრულება. ეს შეთანხმებაში არ არის. და პრეზიდენტმა დღეს მიანიშნა, რომ ირანელებს ბალისტიკური რაკეტები უნდა დარჩეთ, რადგან საუდელები, ჩვენი მოკავშირეები, ასევე ფლობენ ბალისტიკურ რაკეტებს. ეს ყველაზე ცუდი არგუმენტია, რაც კი ოდესმე მომისმენია. რატომ არ უნდა მივცეთ ტერორისტებს მეტი იარაღი, რადგან ჩვენც გვაქვს იარაღი? რატო არ უნდა ადამიანებს ხელყუმბარების ქონა დაუშვათ, რადგან პოლიციასაც აქვს ხელყუმბარები? რა, მაშინ გამოდის რომ ტერორიზმს უჩარ მხარს. ეს შეთანხმების ნაწილი არ არის. ყველაფერი, რაც ტერორიზმის დასრულების მცდელობას გავს, ჰორმუზის სრუტის მუდმივ გახსნას გულისხმობს, გადასახადის გარეშე. ეს მხოლოდ შეთანხმებაში არ არის, არამედ შეთანხმებაში ჩანს პუნქტი, რომელიც ირანს და ომანს საშუალებას აძლევს 60 დღის შემდეგ სადომ სრუტეების გადასახადის დაწესება. ვინც არიცით, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, საქმე იმაშია, რომ ამ შეთანხმების ხელმოწერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეკონომიკა ისევ აღდგეს და განვითარდეს. მაგრამ თუ ახლა ირანს შეუძლია გადასახადი დააწესოს ყველა გემზე, რომელიც მათ ნავთობს ან სხვა საქონელს ატარებს, ეს ნიშნავს, რომ ყველა ფასები მუდმივად გაიზრდება ყველაფერზე, ხომ ასეა? ამიტომ ეხლა ფასები გაიზარდა, რადგან საფონდო ბირჟაზე ხალხი ნერვიულობს იმ სხვადასხვა მოვლენების გამო, რაც ხდება და იმიტომაც, რომ ნავთობი შეზღუდულია. მაგრამ ეხლა ეს შეზღუდვა აღარ იქნება. უბრალოდ ირანს მისცემენ უფლებას, რომ თქვენი ხარჯზე უზარმაზარი მოგება მიიღოს იმ ნავთობზე, რომელიც თქვენ გინდათ მიიღოთ. ასე რომ ეს უბრალოდ მუდმივი შეთანხმებაა იმაზე, რომ ფასები სულ უფრო და უფრო გაიზრდება და ტერორისტები ამით სარგებელს მიიღებენ. და ბოლოს ის იდეა, რომ ირანი მიიღებს სანქციების შემსუბუქებას მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი მოხდება. უკვე პირველივე დღიდან ვხედავთ, რომ ირანს უადვილდება ნავთობის გატანა ქვეყნიდან. ჩემი აზრით, შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, რომელიც ამ კონკრეტული პროექტის მთავარი მომლაპარაკებელია, პრეზიდენტს კარგად არ მოემსახურა. არ ფიქრობ, რომ მან პრეზიდენტს კარგად მოემსახურა. არც იმას ვფიქრობ, რომ მან ამერიკას საერთოდ კარგად მოემსახურა. მოდით მოვისმინოთ, რა სიტყვის ის. ამ საკითხზე. ირანელები ამბობენ, რომ მათ ეკნებათ წვდომა 300 მილიარდი დოლარის რეკონსტრუქციის ფონდზე. ეს სიმართლეა თუ არა? ხო, აი ეს არის. როცა ვინმეს უსვამენ კითხვას, რომელზეც პასუხი უნდა იყოს სიმართლეა თუ არა, და პოლიტიკოსი პასუხს არ იწყებს სიმართლეა ან არასწორია და იწყებს ახსნას, იცით, რომ საქმე ცუდადაა. ისეთი რამ, რაზეც მათ ეკნებათ წვდომა, დაფინანსებულია ხურის სანაპიროს კოალიციის მიერ, თუ ისინი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებას. ფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რასაც შენ ნახავე და ხალხმა უნდა იყოს სკეპტიკურად განსხვავებული ამის მიმართ, ეს არის შემდეგი. ირანის სისტემაში მყოფი ხისტი ძალები გადაჭარბებულად წარმოაჩენენ იმ სარგებელს, რასაც ირანი იღებს და ნაკლებად გაამახვილებენ ყურადღებას იმ ყველაფერზე, რაზეც მათ უარის თქმა და დათმობა უწევთ და იმ ყველაფერზე, რაც მათ უნდა უზრუნველყონ ამ სარგებლის მისაღებად. JD ყოველთვის ძალიან კარგად ხსნიდა ყველაფერს და ისე წარმოაჩენდა, რომ ჭკვიანურად ჟღერდა და ხშირად მართლაც ჭკვიანია. მაგრამ ამ მომენტში თითქოს ვერ ვხედავთ იმას, რაც პირდაპირ ჩვენს თვალწინ ხდება. თითქოს ეს მხოლოდ ირანელი ხისტი ძალების გამწვავებაა და არა ის ფაქტი, რომ ეს აბსურდულია და მიუღებელი. და ეს უბრალოდ ცავი აზრია. იმის დაშვება, რომ მათ ბალისტიკური რაკეტები ქონდათ მხოლოდ იმიტომ, რომ სხვებსაც აქვთ ბალისტიკური რაკეტები, სირაკეტები, სისულელეა. იმის დაშვება, რომ მათ შეეძლოთ ჰორმუზის სრუტის დაბრკოლება როგორც უნდათ, სრული სისულელეა. იმის არ დამოყენება, რომ ბირთვული იარაღი სრულად შეწყვიტონ ისე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ვერასდროს ქონდეთ ბირთვული იარაღი, სისულელეა. იმის დაშვება, რომ მათ ამდენი ფული ქონდეთ, როცა ზუსტად ვიცით სად წავა ეს ფული, რადგან ნახეთ სად წავიდა მთელი ფული აქამდე, სისულელეა.
ამას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რომ ირანელები ჩვენით მანიპულირებენ კამპანიებითა და პროპაგანდით. ეს ეხება იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია წავიკითხოთ მემორანდუმის ტექსტი და გავიგოთ, რომ ის მართლაც ძალიან ცუდია დასავლური საზოგადოებისათვის. არსებობს მიზეზი, რატომაც ეს მემორანდუმი არ გამოქვეყნებულა. არსებობდა მიზეზი, რატომაც მათ დრო დასჭირდათ, რომ საზოგადოებისთვის გაეშვათ ეს დოკუმენტი. იმიტომ რომ იცოდნენ, ამაზე რეაქცია მათ ნამდვილ სახეს გამოაჩენდა. სუსტი ადამიანები, რომლებიც ტერორიზმს დაემორჩილნენ და არა იმას, რადაც თავი მოქონდათ ამდენი ხანი, თითქოს ისინი იყვნენ ისინი, ვინც მათ დაამარცხებდა. მათ არ დაამარცხეს, არც ისინი. თუ რამე გააკეთეს, მხოლოდ ის იყო, რომ მათ საკუთარი მომავალი ვერცხლის ლანგრით მიართვეს. ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, რომ სპარსეთის ხურის ქვეყნები ჩაერთონ ირანის აღდგენაში ინვესტირებით, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირანი შეწყვეტს ბირთვულ პროგრამას და გაანადგურებს გამდიდრებული მასალების მარაგს. და ნამდვილად მზად არის შემოწმებისა და აღსრულების ისეთი რეჟიმისთვის, რომელიც ამერიკელ ხალხს მისცემს რწმენას, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს ექნება. ამიტომ ვფიქრობ, ის ცეკვა, რასაც ნახავ, საინტერესო იქნება, ეს არის ირანული მედია, განსაკუთრებით კი რადიკალური მედია. ისინი ბევრს ილაპარაკებენ იმაზე, რას იღებენ, მაგრამ არ იტყვიან, რას თმობენ. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია ეს ინფორმაცია სწორად გავავრცელოთ. თუ ისტორიას გადავხედავთ, ამერიკას არასდროს დაუწესებია სანქციები ისე მკაცრად, როგორც დაპირებული ჰქონდა. ამიტომ ირანელები ფიქრობენ, კარგი, ტრამპი კიდევ ცოტა ხანს იქნება ხელისუფლებაში. შეიძლება სანქციები გაამკაცროს, რომ სულელივით არ გამოჩნდეს, მაგრამ წელიწად ნახევარში ჩვენ ამ ფულს მაინც მივიღებთ. ჩვენ ამ ფულს ისე არ გამოვიყენებთ, როგორც საჭიროა. გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს. ისინი ვერ შეძლებენ სანქციების აღსრულებას. მათ ეს არც დააინტერესებთ, განსაკუთრებით თუ დემოკრატები მოვლენ ხელისუფლებაში, რისთვისაც ირანელები ინტერნეტში აქტიურად იბრძვიან, ასე რომ ჩვენ ბირთვულ იარაღს მაინც მივიღებთ. ადრე თუ გვიან ამას მივაღწევთ. ირანი მხოლოდ იმიტომ დათანხმდა ამ ყველაფერს, რომ იცოდა ამ შეთანხმების პირობები მომავალში მათ საშუალებას მისცემდა თავიდან აეწყოთ ყველაფერი. მათ აქვთ მოთმინება, დრო აქვთ. შეიძლება რამდენიმე თვე დასჭირდეთ, შეიძლება რამდენიმე წელი. ეს მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ბირთვულ იარაღს მაინც აღვადგენთ. თუ ისლამური რეჟიმი დაეცემოდა, როგორც ამერიკა ცდილობდა და როგორც თავიდან ამბობდნენ, რომ გააკეთებდნენ, მაშინ ვიცოდით, რომ ეს შესაძლებელი არ იქნებოდა. თუმცა ეხლა ისინი ცდილობენ თქვან, რომ რეჟიმის შეცვლა ცუდია. ეს ნამდვილად კარგი რამ არ არის და ამაში ვეთანხმები. ხშირად რეჟიმის შეცვლას სხვა პრობლემები მოხვდება. მაგრამ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მედია, ირანული მედია არ გვაცდუნებს ისე, რომ გვაფიქრებინოს თითქოს ეს შეთანხმება ცუდი შეთანხმებაა, როგორც ვენსი გვაფიქრებინებს. ეს სინამდვილეში უბრალოდ საშინელი შეთანხმებაა. ასე რომ, თუ ყველაფერი გამოვიდა, დამსახურებას მე მივიტვისებ. თუ არ გამოვიდა, JD-ს დავადანაშაულებ. სიფრთხილე გმართებს, JD. ის თავის თვითფრინავს შემოაბრუნებს და აქედან გაეცლება. კი, ეს იდეა მომწონს. ვფიქრობ, კარგი იდეაა. რაც მინდა რომ აქ შეამჩნიოთ არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს კადრი სასაცილოა, თუ ეს გარიგება საშინელი აღმოჩნდება, JD-ს დავადანაშაულებ და ეს ბიჭი იცინის. უბრალოდ დააგვერდით მარკო რუბიოს ერთი წამით. ასე რომ, თუ ყველაფერი კარგად გამოვა, დამსახურებას მე მივიტვისებ. თუ არ გამოვა, JD-ს დავადანაშაულებ. სიფრთხილე გმართებს JD. ის თავის თვითფრინავს შემოაბრუნებს და აქედან გაეცლება. კი, ეს იდეა მომწონს. ვფიქრობ, კარგი იდეაა. ის საერთოდ არ ჩანს გართობილი. მოდი ცოტა ხნით მარკო რუბიოზე ვილაპარაკოთ, რომელიც ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვინც ამ დროის განმავლობაში მზად იყო JD Vance-ი გაეკრიტიკებინა. ქვეყანა. ამიტომ პარალელურად ვიმუშავებთ სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ერთად, რათა მივხედოთ არაბირთულ საკითხებს. მაგალითად, ტრადიციულ ბალისტიკურ რაკეტებს, რაზეც ვისაუბრებთ. ის ამბობს, რომ ჩვენ ვისაუბრებთ ბალისტიკურ რაკეტებზე და სხვა საკითხებზე, თუმცა მან წინა განცხადებაში თქვა, რომ ეს ნორმალურია, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ ისინი, რადგან სხვებსაც აქვთ. ანუ, მათ უნდა ჰქონდეთ რაღაცა რაოდენობა, რადგან სხვებსაც აქვთ. უნდა ჰქონდეს რაღაცა. ვიღაცამ თქვა, რომ არ უნდა მისცემათ ერთზე მეტი და მე მყავს ბიჭები. ზოგიერთი ამ ბიჭებიდან მომწონს. მაგრამ მე არ ფიქრობ, რომ ისინი ჭკვიანები არიან. ბატონო, არ უნდა მისცეთ მათ არც ერთი რაკეტა. უთხარი, კარგი, რა უნდა გავაკეთო? საუდის არაბეთს მივცემ რაკეტებს, მაგრამ მათ არ მივცემ. დიახ, ბატონო. დიახ, ბატონო, იმიტომ რომ საუდის არაბეთი არ ამტკიცებს თავს როგორც ისლამური ტერორისტული რეჟიმი. ისინი არ აფინანსებენ ნარკოტიკებსა და ტერორიზმს მთელ ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში და თავად არ გამოუცხადებიათ ამის შესახებ და თავად არ გამოუცხადებიათ. ისინი სურთ გამოიყენონ თავიანთი ბირთვული იარაღი და ბალისტიკური რაკეტები სხვა ხალხის გასანადგურებლად, მაგალითად ისრაელის და დასავლეთის, მათ შორის ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ. აქ არის მცირე განსხვავება, სულ ცოტათი, სულ პატარა განსხვავება. ეს ასე არ მუშაობს, ხო გესმით? ესე არ მუშაობს. სინამდვილეში ესე მუშაობს. სინამდვილეში ასე მუშაობს. შეგიძლია ესე მუშაობს. შეგიძლია უთხრა ტერორისტულ რეჟიმებს, რომ არ გაქვთ უფლება იყოთ ტერორისტები და თუ ტერორს ჩაიდენთ, შეგაჩერებთ. ეს არ არის პრობლემა. პრობლემა რაკეტებია. ისინი აზიანებენ პატარა ადგილს, მაგრამ პლანეტას არ ანგრევენ.
ამიტომ სპარსეთის ყურის ქვეყნები ბირთვულ საკითხებს მიღმა არსებულ პრობლემებს მიხედავენ. ჩვენ ვისაუბრებთ ბალისტიკურ რაკეტებზე და ასევე ვისაუბრებთ ტერორისტულ პროქსებზე. ეს არ მომწონს. ადრე ძალიან მომწონდა ტრამპი. უბრალოდ მგონია, რომ ეს შეთანხმება თავიდან ბოლომდე სრული კატასტროფა იყო მასთან ერთად. აქ მომხდარი არც ერთი რამით არ დარჩენილ ვარ შთაბეჭდილების ქვეშ. მან მილიონჯერ თქვა, რომ ძალას გამოიყენებდებდა, მაგრამ აშკარად ვერაფერში მიაღწია. და ეხლა უკვე გიჟურ აბსურდულ განცხადებებს აკეთებს იმაზე, რომ კი მათ ბალისტიკური რაკეტების ფლობის უფლება უნდა გქონდეთ. და მგონია, რომ მარკო რუბიოც ნამდვილად მეთანხმება. შეგახსენებთ JD Vance ცოტა ხნის წინ მეგინ ქელის შოუში იყო. თქვენ უკვე იცით რას ვფიქრობ ამაზე. მოდით ვნახოთ რას ამბობს ის. მოკლედ ის კოალიცია, რომელმაც დონალდ ტრამპი ამერიკის პრეზიდენტად და JD Vance ვიცე-პრეზიდენტად აქცია, ხალხმა ეს უნდა დაიმახსოვროს. ეს იყო მეგინ კელი, ტაკერ კარლსონი და ჯო როგანი. ასევე იყო მარკ ლევინი, ასევე იყვნენ ბევრი ისეთი ადამიანი, როგორიცაა ჯონ პოდ ჰორეცი, რომლებიც უფრო აგრესიულ საგარეო პოლიტიკას უჭერენ მხარს. რაც მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია, მე არასდროს ვიტყვი, რომ ჯონ პოდ ჰორეცი რესპუბლიკურ ტიაში არ არის მისაღები, ის მისაღებია. მაგრამ ისე როგორც ეხლა ის არის იმედგაცრუებული. ზოგჯერ სხვა ადამიანებიც იქნებიან იმედგაცრუებულების სხვა დროს. შეუძლებელია უბრალოდ პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ იმიტომ, რომ 320 მილიონიანი ქვეყნის ლიდერი იღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც არ ეთანხმები. სწორია, ვერ შეძლებ. და ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად აჩრდილოვანი გაგებაა იმისა, რასაც JD Vance აქ აკეთებს. ის ცდილობს მოიფიქროს რაღაც, რაც ზოგიერთ ადამიანს გააბედნიერებს, ზოგიერთს ნაკლებად გააბედნიერებს, მაგრამ საბოლოოდ ყველასთვის მისაღები იქნება. და ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ განვითარდება პოლიტიკა. თუ JD Vance გაიმარჯვებს, რაც გულწრფელად და ნამდვილად, ამ შეთანხმების შემდეგ ვფიქრობ, რომ იქნება უზარმაზარი კატასტროფა შეერთებული შტატებისთვის. არასდროს იცი. სინამდვილეში მე ადრე შევხვედრილ ვარ JD Vance. ვფიქრობ, ის ძალიან კარგი ადამიანია, შთამბეჭდავია, ინტელექტუალურია. მაგრამ აქ მე მგონია, რომ ის არ მოქმედებს შეერთებული შტატების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. და ამაში აბსოლუტურად 1000%-ით ვეთანხმები ბენ შაპიროს. ტერორისტული რეჟიმის არსებობის, დაფინანსების და გაძლიერების დაშვება. იმის დაშვება, რომ მიიღოს რაც უნდა, მხოლოდ იმიტომ, რომ გსურს ამერიკელი ხალხის დამშვიდება, არ არის სწორი გზა პოლიტიკოსებისთვის. მათ არ უნდა ცდილობდნენ ხალხის დამშვიდებას, ისინი უნდა მოქმედებდნენ ხალხის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. და ეს, მეგობრებო, ჩემი აზრით, ყველაზე შორსაა ამ პრინციპისგან. მადლობა ყურადღებისთვის.